დათო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნომერ მე-12 საარჩევნო უბანთან, სადაც სიტყვიერ დაპირისპირებას აქვს ადგილი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ უბანთან გაურკვეველი პირები იყვნენ მობილიზებულები და ახდენდნენ გარკვეული სახით ზეწოლას უშუალოდ ამ მომრჩეველზე. სწორედ ამ კადრების დაფიქსირება შევძელით რამდენიმე წუთის წინ, რამდენიმე ქალბატონი იყო ამ უბანთან, თუმცა ისინი უარყოფენ, რომ ისინი რაიმე სახით ჩართულები იყვნენ ვინესთან მიმართებაში ზეწოლაში და ამტკიცებდნენ იმას, რომ ადგილზე მხოლოდ ხმის მისაცემად იყვნენ მოსულები, თუმცა ხმის მიცემის პროცედურა მათ უკვე დასრულებული ჰქონდათ და ადგილზე რჩებოდნენ. ჩვენ ახლა გავესაუბრებით ზუგდიდის მერობის კანდიდატს გიორგი თოდუას, სწორედ მან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ უბანზე გარკვეული სახის დარღვევებს ჰქონდათ ადგილი უფრო სწორედ. ბატონო გიორგი, რო გვითხრათ ვინ არიან ეს ადამიანები და საერთოდ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? ჩვენ მოვედით, ჩვენ გამოგვიზახა მოქალაქეებმა, მოვედით და ნახეთ ზეწოლის ფაქტები, ქალბატონები დგანან, თითქოს კოორდინატორები რაღაცებს იწერენ, აიძულებენ ხალხს რომ მოვიდნენ არჩევნებზე. ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არიან ხალხი, რომელიც აქ ფაქტობრივად ბირჟაობენ და ზეწოლას ახდენენ მოსახლეობაზე. არჩევნები არ არის და არჩევნების ტერიტორია არ არის საბირჟაო ადგილი და მით უმეტეს ჩვენ არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ზეწოლა განახორციელონ ამორჩევლებზე. აქ არიან ასევე საჯარო მოხელეების ფუნქცია არ არის არჩევნების დღეს აქ ფურცლებით და რაღაც საწერკალმებით სირბილი და ასე შემდეგ და მოსაწვევებით და ასე შემდეგ. ხო, ვარტყილეთ ყველას თითეული ადამიანი, ვინც ამ გაყალბების პროცესში მიიღებს მონაწილეობას, აუცილებლად დაიჯება კანონის ფარგლებში. ასე რომ ჯობია ჩვენ ახლა გავალთ სხვა უბნებშიც, იქაც მსგავს სიტუაციაა. ასე რომ და ამავე დროს მიმართა პოლიციასა, სამართალ დამცავმა უნდა შეასრულოს პირველ რიგში თავისი ფუნქცია. 100 მეტრის რადიუსზე უცხო პირები არ უნდა იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე. რასაც სამწუხაროდ სხვა უბნებზე ჩვენ ეხლა მივდივართ სხვა უბნებზეც, გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე ვითარება ყველგან. მობილიზებული ყავს საჯარო მოხელეები ძირითადად, ვიღაც ტიტუშკები, კიდე ვიღაც უცნაური პირები და ამას ჩვენ ადგილზე რა თქმა უნდა ვნახავთ. ასევე უნდა კითხოთ, მანამდე მაყურებელს შევახსენებ და ვეთყვის სოფო დავით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არ ყავს ფაქტობრივად ამ არჩევნებს და დამკვირვებლების სახით მხოლოდ ორი პარტია. ხო, აი ამასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ, როგორც გვაქვს ინფორმაცია. პროცესს ართულებს არ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგრამ ჩვენ ყავს კომისიის წევრები, ასევე წარმომადგენლები და რაც თავია. მე ვარ მერობის კანდიდატი და დავდივარ ყველა უბანზე. პირდებით რომ ყველას იდენტიფიკაცია მოხდება, პოტენციური გამყალბებლების ვისის სახელი და გვარი ვიცით ადამიანების და კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს და ესენი ყველა ჩაჯდებიან ციხეში, ამას პირდები ყველას. ეს არის ფაქტი. კი ბატონო. მადლობა. გიორგი თოდუას, ზუგდიდის მერობის კანდიდატს უსმენდით, ლელოს წარმომადგენელს. ამ დროისათვის უკვე ინციდენტი ამოწურულია, შეიძლება ითქვას. აქვე გაჩვენებთ, რომ ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები, თქო უნდა მეთქვა, მაგრამ პრინციპში ერთი სამართალდამცავი, თუმცა რისთვის არის ის აქ მობილიზებული და რას აკეთებს, რეალურად არ ვიცით. ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ სხვა უბნებზე, სადაც გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული სახის დარღვევებს აქვს ადგილი.